მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. ნებისმიერი დანაშაული საჭიროებს უტყუარ მტკიცებულებებს და რა თქმა უნდა პროკურატურა, რომელიც არის ბრალდებელი, უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ მან შეძლოს დასაბუთებულად ბრალის დადასტურება. რაც შეეხება უშუალოდ აღიარებებს ან არ აღიარებებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგანაც თვითაღიარება ხა მტკიცებულებების დედოფალი სტალინის სისხლის სამართლის პროცესში იყო, მთავარი არის მტკიცებულება და მტკიცებულებათა ერთობლიობა. რაც შეეხება ხა იმ კადრებს, რაც ჩვენ გვანახეს, ჩემთვის რაღაც ცოტა არასერიოზულად და ერთის მხრივ კურიოზულად ახმადიც კი იყო რაღაც ბინაში კონსპირაციული თუ არა კონსპირაციული ადამიანი ხვდება კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც სავარაუდოდ არის ის ადამიანი, რომელიც ახორციელებს მის გადაბირებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კუთხით რაღაც მიღება ჩაბარების აქტივით ფორმდებოდეს ხელშეკრულება თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ხელმოწერით ადასტურებდეს, ეს რა ვიცი, ცოტა არასერიოზული არის ჩემთვის. განსაკუთრებით ბევრი ეჭვი გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ აი ამ დაკავების სპეცოპერაციას და შემდეგ გამჟღავნებას მიეძღვნა მთელი PR კამპანია. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს ევროპული ქვეყნისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ჯაშუში, შემდეგ ცალკე გაკეთდა ერთი ბრიფინგი, შემდეგ გამოვიდა მეორე ბრიფინგი, შემდეგ გამოვიდა ახალი უწყების ხელმძღვანელი, კომუნიკატორი ძალოვან უწყებებში, რომელმაც თქვა, რომ უნდა გასაჯაროვდეს ის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ არის საიდუმლო გრიფით დაცული და მოხდა განსაიდუმლოება, ჯერ არ ვიცი ეს განსაიდუმლოებაც როგორ მოხდა, როდესაც თუ საიდუმლო გრიფი იცავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათ აქვს ამის ნახვის უფლება და საქმის მასალების გაცნობის უფლება და საპროკურორო ზედამხედველობის ნაწილში, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს ამის უფლება. აი განსაიდუმლოების ნაწილიც ჩემთვის გაურკვეველია, როგორ მოხდა. შემდეგ როდესაც ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს, პლუს ამას მოყვა იმის დამატება, რომ ეს არის პრაქტიკულად პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, ბოლო ორ ხელისუფლებას გულისხმობდნენ, როდესაც რეალურად დააკავეს ჯაშუში. თუმცა თქვეს, რომ 2005-6 წლებში რამდენიმე პირზე მოხდა ასე და შემდეგ ჯაშუში არ დაუკავებიათ. ანუ ამის დემონსტრირება ქართული იცით რა არის? ძალიან საეჭვო ფაქტია. ჩვენ მაგალითად ძლიერი საქართველო ლელო მუდმივად იმას ვიძახდით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მყიფეა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის და ძალიან დიდი რისკების ქვეშ არის ქვეყანა, ჯაშუში დაკავებული ახლა და ნათქვამი, რომ ჯაშუში დავაკავეთ და თვითონ ადასტურებენ, არ ყოფილა მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნამყოფი პირები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, შემდეგ დებდნენ სოციალურ ქსელებში სურათებს, თავისი საქართველოში ყოფნის ამსახავ ფოტოკოლაჟებს, ვიდეოებს, ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლები, რაღაც რუსული პროპაგანდისტული და ომის კამპანიის ნაწილი ჟურნალისტები, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და პირდაპირ უამრავჯერ გვინახავს ეს ხალხი რუსთაველზე მოსიარულე. ანუ ეს ხალხი არ წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს? მაშინ რატო არ აკავებდნენ და დღეს რო ამბობენ, რომ პირველი შემთხვევაა ჯაშუში დავაკავეთო ევროპული ქვეყნისთვის ინფორმაციის შემგროვებელი ან სასარგებლო ინფორმაციის გადამცემია. ლელო ძლიერი საქართველოს მუდმივად ამას იძახდა, რომ რა ხდება, რატომ ვერავის ვერ აკავებთ და სუსი გამოყენებულია პოლიტიკურ ინსტრუმენტად, იმიტომ რომ კონტრდაზვერვის მიმართულებით, ესე იგი არაფერს არ აკეთებ. აკეთებ მხოლოდ იმას, რომ კარგად იყენებ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს სუსის შემადგენლობაში და უნდა იყოს ცალკე საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი და ამას იყენებ როგორც ინფორმაციის შემგროვებელს ყველა ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე და დაკიდებული გაქვს ეს თავზე ყველას თავზე დამოკლეს מחვილივით და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება, მაშინ იყენებ. და ანუ კონტრდაზვერვის მიმართულებით არაფერი არ კეთდებოდა ამ ქვეყანაში, მაგრამ აქ მე სხვა საფრთხეს დავინახე. საფრთხე პირველი ის, რომ აი ჩვენს წიაღში
დავაკავეთ ადამიანი ქართული ოცნების წიაღში და თქვენ იცით რომ მუძილაური იყო ჟურნალისტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო არა, წინა ხელისუფლების დროს ის არ იყო პორტირებული ადამიანი, ის იყო მებრძოლი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ხელისუფლების დროს პიარს სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა და დღესაც უკვე ფინანსურ პოლიციაში მე მგონი პიარის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. ანუ ეს არის ერთი გზავნილი სავარაუდოდ საკუთარი მომხრეების ან აი ამ ადმინისტრაციული რესურსი, რაც გააჩნიათ თვითონ საჯარო მოხელეების მიმართულებით, რომ ჩვენი არ დავინდეთ, ჩვენი წიაღიდან წამოსული ადამიანი და ამავდროულად ძალიან საშიშ ფაქტთანაც გვაქვს საქმე, რომ აქ ირიბი მუქარაც არის, რომ ვინც რაღაც კომუნიკაციაშია რომელიმე სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში ამბობენ ევროპული სახელმწიფო, შეიძლება რომელიმე მათგანის მიმართულებით განხორციელდეს აი ესეთი დევნა და შიგნით არის ადრესატი მათ რეგიონში. როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით თუ მართლა ასე იყო საქმე, რომ მუძილაურმა თანხა აიღო, ნამდვილად ხელი მოაწერა თანხის გადმოსავალ. იქნება რაღაცა ჟურნალისტური თავისი საქმიანობის ფარგლებში იქნება რაღაც სტატიას წერდა სამეცნიეროს. ეს ნებისმიერი შინაარსი არ ვიცი და ამიტომაც არის ბუნდოვანი. დღეს უფრო მეცაც გეტყვით, აი მაგალითად ნებისმიერმა ჟურნალისტმა, რომელიც არის არც ქართული ოცნების, ან ნეიტრალური ჟურნალისტი, რომელსაც ვერ მიაბამენ ვერც რაღაც ოპოზიციურ მხარეს, ან ვერც ქართულ ოცნებას, ჩვეულებრივ ვინმე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან რო დაამყაროს კომუნიკაცია, მიიღოს დაუშვათ რაღაცა სარგებელი და სარგებელი მიიღოს, იმიტომ რომ შეასრულოს რაღაც სამეცნიერო ანალიტიკური ესეც ჩაითვლება ჩვენ უფრო მეტი უფრო არა ჩვენ რაც გამოქვეყნდა იქ ეს არაფერი არ იკითხებოდა და აი ესე სანახევრო ნახევრად ფაბრიკატების გამოქვეყნება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით რომ აქ ადრესატი არის პირველ რიგში თავისივე წიაღში ხალხი, ასევე არის მუქარა, რომ თქვენ თუ გექნებათ ვინმესთან კომუნიკაცია და ასევე არ არის გამორიცხული, რომ ქართული ოცნების წინა, ანუ პირველები, ვინც იყვნენ პირველი თაობა, პირველი გამოშვება და 2012 წლის შემდეგ ხალხი არის წინააღმდეგობაში, ან რაღაც დაპირისპირებაში ახალ წრესთან, რომელიც არის ქართულ ოცნებაში და აი ამ ყველაფერს მიმართ. რაც შეეხება, აი მაინც მინდა დავასრულო იმით, რომ სახელმწიფოს მიმართული დანაშაულისთვის აუცილებელია რომ სერიოზულად იყოს მტკიცებულებები, რა თქმა უნდა და ეს სერიოზული მტკიცებულებები შესაბამისად მოხდეს მისი მიწოდება საზოგადოების. მადლობა ლანა გალდავას.